მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ავთოგვასალია გაგაცნობთ. საქართველოში უამინდობაა, მაღალმთიან რეგიონებში დიდ თოვლობას ებრძვიან. ამ დრომდე შეზღუდვები ვრცელდება გომბორზე. გზის პრობლემურ მონაკვეთზე ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა უამინდობის გამო მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამოვლობის ავტომობილებისთვის არის დასაშვები. ნათია წითელა უსვრთავთ პირდაპირ ეთერში. ნათია, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გომბორზე? მესამე დღე ვაზიანი გომბორი თელავის მიმართულებით მოძრაობა არის შეზღუდული. ამ მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებისთვის. მიზეზი არის უხვინალექი. 2 დღის განმავლობაში ინტენსიური თოვა იყო კახეთის რეგიონში, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. არც ერთ ქალაქში არ მუშაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა ამ დროისთვის გეტყვით, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. მოძრაობა ყველაზე რთული მდგომარეობა იყო უხვინალექის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში, თუმცა აქაც ინტენსიურად მიმდინარეობდა 2 დღის განმავლობაში გზის გაწმენდა და ამ დროისთვის აქაც თითქმის ყველა პრობლემა არის მოგვარებული. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოა ცენტრალურ გზებზე გადაადგილება, რადგან უკვე არის იქ გზა თავისუფალი. თელავში უამინდობას ვერ ავხედავ. თოვლი გვენატრებოდა და მოგივიდა თოვლი. გადაადგილებაზე თავისთავად იმდენად არაფერი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გზები თავისუფალია. მაგრამ ეს სასიამოვნოა, ჰაერი გაიწმინდა. შეფერხება ქონდათ ადგილ-ადგილ, მაგრამ გასულ თავის და ახლა გადაადგილება უსაფრთხოა. კი, ახს მიამზო. სადაც ტრანსპორტმა უნდა იაროს, იქ არ არის თოვლი. ეხლა გომბორი კიდე ისეთი ადგილია შვილო მაღალმთიანი და იქ მეტად უფრო თოვს და მეტი ყინვაა და უსაფრთხოების გამო კეტავენ გზას. გაიწმინდა გზები და აღდგენილია სრულად საგზაო მოძრაობა. მუნიციპალური ტრანსპორტით მუშაობს ყველა მარშრუტზე, როგორც აკურის, ასევე იყალთოს და ნაფარეულის მიმართულებით. იყო შეფერხება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პრობლემებიც ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია. როდის გაიხსნება გზა ვაზიანი გომბორი თელავის მიმართულებით ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, ეს უკვე ამინდზეა დამოკიდებული, თუმცა სავარაუდოა, რომ შესაძლებელია მოძრაობა თავისუფალი იყოს დღის მეორე ნახევრიდან. რაც შეეხება სხვა ვითარებას, როგორც გითხარით, რეგიონში თითქმის ყველა პრობლემა მოგვარებულია, აბონენტთა უმეტესობას ამ დროისთვის ელექტროენერგიაც მიეწოდება. მადლობა, ეს ნათია წითელაური იყო, რომელიც კახეთიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ბათუმში შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიდ თოვლობას ებრძვიან. ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები და ამოყინული მონაკვეთები. სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი. შეზღუდვებია ენერგომომარაგების კუთხითაც. მომდევნო დღეების განმავლობაში უამინდობა შენარჩუნდება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები. ჩართული არის მუნიციპალური ყველა სამსახურის სპეციალური ტექნიკა, 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება მუშაობს ქალაქ ბათუმის ქუჩებში. ამავდროულად 500-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული. მაგისტრალურ გზებზე, ასევე შიდა საუბნო გზებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ზღვისპირა ზოლში, სადაც საშტორმო სიტუაცია არის გამოცხადებული. დიდ თოვლობამ პრობლემების შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სოფლებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. წყლის მიწოდება შეწყვეტილი დაბაში, სადაც ასევე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. 24 საათის განმავლობაში სოფლებში აქტიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახურები ჩართულები იყვნენ სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ასევე ენერგოპროს ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა უმოკლეს ვადებში აღვადგინოთ სხვადასხვა სოფელში ელექტროენერგია. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაისვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგსა და პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობაზე.
პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. ასეთია დონალდ ტრამპის პოზიცია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს. ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული სტრატეგიის შემუშავება სურს, თუმცა ამერიკასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ასე არის შესაძლებელი. ლიკა ალელიშვილი აგრძელებს თემას და გაგვაცნობს ბოლო ცნობებს უკრაინის გარშემო. ლიკა. ამერიკის 47 პრეზიდენტი უკრაინელი კოლეგის მისამართით არ წყვეტს მწვავე განცხადებების გაკეთებას. ამჯერად დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის არ არის აუცილებელი მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან ის იჯდეს ვოლოდიმირ ზელენსკი, რადგან ტრამპი მიიჩნევს, რომ ზელენსკის არანაირი კოზირი არ აქვს რუსეთთან მოსალაპარაკებლად. პარალელურად ამერიკის 47 პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ზელენსკი 3 წელია დადის შეხვედრებზე, თუმცა ამ შეხვედრებს არანაირი შედეგი არ მოუტანია და არაფერი გაკეთებულა. ამასთან ერთად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 3 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, თუმცა ომის პრევენცია მისი შეფასებით შეეძლო როგორც მის წინამორბედს ჯო ბაიდენს, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის, მაგრამ დონალდ ტრამპის შეფასებით ისინი არასწორ განცხადებებს აკეთებდნენ. ფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. იცით რატომ? ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა, ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან. თქვენ არ გინახავთ სურათი, რაც მე ვნახე, ბრძოლის ველზე გადაღებული. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს. მე უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ რუსეთს სურს ამის გაკეთება. ახლა ვფიქრობ, რომ მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ. ეს დიდი გარიგებაა. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან. ჩვენ კი უბრალოდ ვიბრუნებთ ჩვენს ფულს. ხელმოწერა ამ საკითხზე დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს უნდა გაეკეთებინა. ფაქტია, ომი არ უნდა დაწყებულიყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამჯერად ისევ ევროპას მიმართა და ისევ მხარდაჭერას თხოვა. ამასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ მეტის გაკეთება მშვიდობის გარანტიის უზრუნველსაყოფად, თუმცა მათ უნდა ითანამშრომლონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება უკრაინისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბოლო დროს დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დაწყებულია მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით. თავარი დასკვნა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მნიშვნელოვნად მეტი, რომ მიაღწიოს ნამდვილ მშვიდობას. ეს შესაძლებელია. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ევროპაში გვაქვს მკაფიო წინადადებები. ამაზე დაყრდნობით შესაძლებელია ევროპული სტრატეგიის შემუშავება. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან ერთად მოხდეს. დღეს უკრაინისა და ამერიკის გუნდები მუშაობენ მთავრობებს შორის ხელშეკრულების პროექტებზე. ეს არის შეთანხმება, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები. მთავარია დეტალების დამუშავება, მისი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. მოუთმენლად ველოდები შედეგს, სამართლიან შედეგს. ზელენსკის დამშვიდებას ცდილობს და მხარდაჭერას უცხადებს ისევ ევროპას. სხვადასხვა ევროპელი ლიდერები აკეთებენ განცხადებებს. ამჯერად იყო გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომლის ქვეყანაშიც ახლა sapარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. შოლცმა უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა გერმანიის სახელით. ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ. საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის ტრანზაქციული. და თუ ზუსტად ვთარგმნით, ეს ნიშნავს, მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ გავაკეთებ. ეს არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია. განცხადება აღარ გაუკეთებიათ, თუმცა შტატებში გასამგზავრებლად ემზადებიან საფრანგეთის პრეზიდენტი და ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ისინი ტრამპს უნდა შეხვდნენ და ისაუბრონ, როგორც თავად დაანონსეს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის მოლოდინიც არსებობს მსოფლიოში, ეს არის ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის გაიმართება რუსეთისა და ამერიკის 47 პრეზიდენტების შეხვედრა. მადლობა, ეს ლიკა ალელიშვილი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებს შეხვდება. მაკრონი და სტარმერი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდებიან მომდევნო კვირას. ინფორმაცია უკვე დადასტურდა თეთრი სახლის მიერ. ოფიციალური ინფორმაცია კი მთავარ თემებზე, რომელსაც სამი ქვეყნის პირველი პირები განიხილავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მაკრონმა დაანონსა, რომ ტრამპთან მწვავე საუბარი ექნება.
კაშ პატელი ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად ოფიციალურად დაინიშნა. ახალ თანამდებობაზე დანიშნამდე დონალდ ტრამპის რჩეულმა ფიცი დადო. პატელი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში 51 ხმით რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით აირჩიეს. ის FBI-სთან ერთად იუსტიციის დეპარტამენტსაც უხელმძღვანელებს. ხანძარი იყო კენიის საერთაშორისო აეროპორტში ცეცხლი ასაფრენ ბილიკთან ბალახს გაუჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით მომხდარის გამო არ შეფერხებულა ფრენები, ამ ეტაპზე კი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. რადოსლავ სიკორსკიმ მარკ რუბიოს ვაშინგტონში ეწვია მხარეებმა ამერიკისა და პოლონეთის ურთიერთობებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე იმიჯელეს. მათ შორის არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის დასრულებაც ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია. საპროტესტო აქციები გრძელდება სლოვაკეთში. ბრატისლავაში ათასობით ადამიანი რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მოქმედი პრემიერის ადმინისტრაცია პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. თავად ფიცო აცხადებს, რომ აქციები ოპოზიციური პარტიების მიერ არის ორკესტრირებული და მთავარი მიზანი მაიდნის სცენარის განმეორებაა. სლოვაკეთში პროტესტის ფონზე რობერტ ფიცო ილონ მასკს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველსა და სლოვაკეთის პრემიერს შორის შეხვედრა შტატებში შედგა. ფიცომ მანამდე მასკს მიმართა და სთხოვა სლოვაკეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით დაინტერესებულიყო. სამი დაღუპული და 74 დაშავებული პერუში სავაჭრო ცენტრის სახურავი ჩამოინგრა. დაშავებულებს საავადმყოფოებში მკურნალობენ. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სავაჭრო ცენტრში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები. დაუბრუნდეთ საქართველოში. აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შეხვედრა ამჯერად რუსთავში გაიმართა. იძულებით გადაადგილებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. ლაშა დოლბაძემ დევნილებს მათზე მორგებული პროგრამები და პროექტები გააცნო. გრძელებთ სისტემატიურ შეხვედრებს აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან. დღეს ვიმყოფებოდით ქალაქ რუსთავში, სადაც დროებით დევნილ მოსახლეობას გავაცანით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ. მივიღეთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ და ერთობლივი ძალისხმევით ვეცდებით აღნიშნული პრობლემების გადაჭრას. ბოტანიკურ ბაღში გიდების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. გიდების პროფესიულ დღეს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა უფასო შემეცნებითი ტურით უმასპინძლა. დაინტერესებული პირები გაეცნენ საკოლექციო ნაკვეთების დანიშნულებას, მიმდინარე კვლევებსა და ბოტანიკური ბაღის როლის მნიშვნელობას მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლასა და დაცვაში. ბოტანიკური ბაღი იქცა საგანმანათლებლო კერად, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვახორციელებთ უამრავ პროექტებს, უამრავ ვიზიტორს ვიღებთ აქედან გამომდინარე, რომლებიც ეცნობიან ბაღის უნიკალურ და ღირსშესანიშნავ ადგილებს. ჩვენ ვეხმარებით, რომ ასე ვთქვათ, ვიზიტორმა გაიგოს ბუნების რეალური მნიშვნელობა და იმ მცენარეების შესახებ, რომლებიც რეალურად წარმოდგენილი არის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. მონაწილეებმა მოინახულეს ბაღის როგორც ისტორიული შენობა ნაგებობები, ასევე გაესწნენ იმ მნიშვნელოვან და საინტერესო მცენარეებს, რომლებიც ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებზე არის წარმოდგენილი. ვიზიტორებს მიეცემთ საშუალება, რომ ესტუმრონ საკოლექციო ნაკვეთებს, მაგალითად სამკურნალო მცენარეების საკოლექციო ნაკვეთებს, იშვიათ და გადაშენებადი მცენარეების ნაკვეთებს და ასე შემდეგ და გაიგონ უფრო მეტი ენდემური სახეობების შესახებ, რელიქტური სახეობების შესახებ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი დირექტორი ხავს. თეაონიანი სააგენტოს თანამშრომლებს მინისტრმა თინათინ რუხაძემ წარუდგინა. შეხვედრაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო პრობლემებზე ისაუბრეს. მინისტრმა წარმოადგინა ჯგუფი, რომელიც უხელმძღვანელებს სააგენტოს. უნდა ვთქვა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის
ქალბატონი თიაონიანი გახლავთ დასახელებული და არის ეს გამოცდების სპეციალისტი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დარგში დაგვიბრუნდა წლების განმავლობაში მოღვაწე პიროვნება, რომელიც ჩახედული არის როგორც სამართლებრივ იურიდიულ საკითხებში, ასევე თვითონ იცის ყველა სატკივარი რა ვიჭირს და რა გვილხინს კულტურულ მემკვიდრეობაში და მის დაცვა განვითარების კუთხით. ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო, რომ ქალბატონ მინის ჰქონდა ესეთი სწორი ხედვა ჩვენი დარგის სპეციფიკისა. მინდა უსურვო მასაც და ჩვენს, რომ ერთობლივად ის რთული საკითხები, რომელიც ძეგლთა დაცვის, ანუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპლექსურ სფეროს ეხება, დავძლიოთ. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში 3 საათზე დაბრუნდება. დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობთ ვებ გვერდზე rustavio.gt. დროებით.